ის რომ სპორტის სასახლეში ასეთი რამ მოხდებოდა, ეს პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ ძალიან კარგად იცოდა. თუმცა ამას სავარაუდოდ ნაკლებად მოელოდა თავად ირაკლი ფირცხალავა, რომელიც სწორედ ასეთი მასშტაბური კონცერტისთვის გამოიხმეს მშობლიურ საქართველოში, სადაც გამოსვლასა და სიმღერას თავად მომღერალი დიდხანს ფიქრობდა და თქვენ წარმოიდგინეთ ნატრობდა კიდეც. მოკლედ დიდი ხნის სურვილი არა მხოლოდ ირაკლი ფირცხალავას აუხდა, არამედ ქართველ მსმენელსაც, რომელმაც როგორც წესი აგერ უკვე მე რამდენად პრაქტიკულად შტურმით აიღო სპორტის სასახლე, სადაც ქართული წარმოშობის რუსეთის პოპ ვარსკვლავი ეგულებოდა. სამუშაო აქ საკმაოდ მძიმე იყო, რა თქმა უნდა, და ირაკლის დათანხმება კიდე ირაკლისთვის ეს არის ძალიან დიდი დღესასწაული საქართველოში მის სოლო კონცერტი. ძალიან დიდი ხანი ვემზადებოდი და რა ვიცი ძალიან მაგათ ნერვიულობ, იმიტომ რომ თბილისში გამოსვლის წინ როგორც მე მგონია нервиулობს любой артист волнуется, потому что здесь своеобразная публика, которая разбирается в музыке. А у меня это удваивается, потому что это мой родной город. მოკლედ ფირცხალავას ცნობილი მარშრუტი ლონდონი, პარიზი, ახლა თბილისში გაგრძელდა და საკმაოდ შთამბეჭდავად დასრულდა. ამ ყველაფრის ინიციატორი კი პროდიუსერი ნატო დუმბაძე იყო, რომლისთვისაც რუსული შოუ ბიზნესი და საერთოდ ჩრდილოური მუსიკალური სივრცე როგორც წესი ძალიან კარგადაა ნაცნობი. ფირცხალავას კი დუმბაძე თბილისში ჩატარებულ კონცერტამდეც ძალიან კარგად იცნობდა. ეს ნაცნობობა იმ დროიდან მოდის, როდესაც თბილისში ჯერ კიდევ უცნობი ფირცხალავა ჯგუფ ტეტ-ა-ტეტში მღეროდა. მოგვიანებით კი იგი უკეთ ფაბრიკა ზვიოზდის შედეგად გაიცნეს. დღეს იგი ვარსკვლავია არა მხოლოდ რუსეთში, არამედ საქართველოშიც, სადაც მის ჰიტებს დიდი მონდომებით უსმენენ და მღერიან კიდეც. ამ ყველაფრის შესახებ კარგად იყო ინფორმირებული თავად მომღერალი, რომელსაც სპორტის სასახლეში წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის მსმენელის წინაშე გამოსვლამდე ასეთი განწყობა ჰქონდა. Для меня совершенно все равно выступать перед какой аудиторией по количеству, если это будет даже 10 человек, для меня я получаю удовольствие и от этого. Я выкладываюсь на 159%. Мне очень приятно, что в Тбилиси собралась большая аудитория. Это для меня просто момент счастья. თუმცა მისი შიში ნამდვილად არ გამართლდა. სხვათა შორის ფირცხალავამ იცოდა ისიც, რომ здесь меня любят, поддерживают. Эта поддержка ощущалась еще там, на всяких программах и так далее. Интернет, такие сообщения я получал, что это был шок для меня. И для меня было неожиданно. Поэтому я сделал здесь концерт, потому что я знал, что люди ждут. და ამიტომაც თბილისში მთელი თავისი შემოქმედებითი არსენალით და 4 მოცეკვავით ჩამოვიდა. რაც შეეხება მთავარ ჰიტებს, რომლებიც მსმენელმა კონცერტზე მიიღო, ისინი ირაკლის გასული წლის ოქტომბერში გამოსული ალბომიდან ლონდონ Париж იყო ამოკრეფილი. თუმცა სპეციალურად ქართული პუბლიკისთვის ირაკლიმ უფრო მეტად იზრუნა. Я не мог не сделать песню на грузинском. Мы сделали песню на грузинском, так как и старые песни, так и сочинили новую песню. Она была написана на самом деле от сердца, от души, потому что частые воспоминания о детстве, ностальгия о Тбилиси и о старых детских друзьях навеяли на именно такую тему. И я исполнил своим хорошим другом Джабой Карселадзе песню, которую вы сегодня услышите. ერთი თვის წინ უკვე დაიგეგმა ეს უედი, ანუ მოპროიცოდი ერთი თვის წინ, რომ რეპრესიასაც უნდა მომღერა ამ დღეს. უბრალოდ ძალიან დიდხანს გავიქცევა მოსამზადებელი პერიოდი, იმიტომ რომ სიმღერის შერჩევა საკმაოდ რთული იყო, იმიტომ მაინც ძალიან ძნელია, როდესაც ორი მამაკაცი სიმღერის დუეტს სიმღერის ტექსტის არჩევა ხო საერთოდ ძალიან პრობლემაა. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი ვიწვევთ, მაგრამ საბოლოოდ მივედით რაღაცა კონსენსუსამდე და ავარჩიეთ საუკეთესო. ძალიან ახლო მომავალში გვინდა რომ კლიპიც გადავიღოთ. კონცერტისთვის მზადება ნატო დუმბაძემ საკმაოდ მოკლე ვადებში მოამთავრა. საინტერესო აღმოჩნდა ისიც, რომ ამავე პროექტისთვის დუმბაძემ საქმეში თავისი მომღერლებიც ჩართო. მათ შორის ჯაბა ქარსელაძე, ბუკა მანაგაძე და ჯგუფი სეიშენი, რომლებიც სცენაზე ირაკლი ფირცხალავასთან ერთად კონცერტის დასაწყისშიც გამოჩნდნენ და ამავე კონცერტის საფინალო ეტაპზეც. მოკლე ვადებში მოხდა საერთოდ ყველაფრის ჩაწერა, ანუ ირაკლი მუშაობდა მოსკოვში, პარალელურად ჩამოიტანა აქ, იმიტომ რომ სეიშენს აქ უნდა ჩაეწერა ხმები. ანუ როგორც შევძელით, ისე გავაკეთეთ, მაგრამ მეგონი ყველაფერი კარგად იქნება. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ესეთი რაღაც
ბევრს არ უმართლებს და ასე თქმა მეწამენი რომ გამიმართლა და მასათო თქვენი ვარ, იმიტომ რომ ეს და ირაკლი ძალიან დიდ ბედნიერია რომ ჩემი მეგობარი გახდა. მოკლედ 16 მარტს სპორტის სასახლეში დიდი ხმაური მეტნაკლებად მშვიდობიანად დასრულდა. ამავე კონცერტის შემდეგ, რომელიც პროდიუსერ ნატო დუმბაძის ანგარიშზე კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის სახელით ჩაიწერა, გაირკვა ისიც, რომ მას კიდევ ერთი სერიოზული გეგმა აქვს განსახორციელებელი. სწორედ იგი აპირებს თბილისში მომღერალი სირიოგა ჩამოიყვანოს, რომლის ჩორნი ბუმერსაც საქართველოში ლამის უკვე მშობლიური ჰიმნივით მღერია. და თუ ეს პროექტი სპორტის სასახლეში ჩაიტვირთება, მაშინ წინასწარ უნდა მოემზადოთ და იზრუნოთ. ხოლო თუ BMW ტიპის ავტომობილი გყავთ, მაშინ ორმაგად მოგიწევთ სერიოგას თბილისური კონცერტის შესახებ ჩაფიქრება. კონცერტისკენ მიმავალ გზაზე კი თან ყოველი შემთხვევისთვის მომხიბლავი გოგონებით გაიყოლეთ.